ის რომ 25 თებერვალით საქართველოს ისტორიაში წითელი ასოებით უნდა შესულიყო, ეს ჩრდილოელმა მეზობელმა 94 წლის წინ გადაწყვიტა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ ქვეყანაში ყველაფერი შეცვალა, თუმცა მაშინ ბევრს ეგონა, რომ დროებით. მერე ხალხმა ესეც დაივიწყა და საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის თარიღს დიდი ხანი საზეიმოდ აღნიშნავდნენ. გაბატონებული შიშის მიუხედავად ერთმა ლექსმა მაშინ ყველა ალაპარაკა. კოლაუ ნადირაძის 1921 წლის 25 თებერვალმა პატარა ქვეყნის დიდი ტრაგედია სრული სიზუსტით ასახა. იმდროინდელი კომუნისტური საზოგადოების მოწმენდილ ცაზე ის მეხილით გავარდნას გავდა. თოვდა და თბილისებურა თალხი, სტუმდა სიონი და სტუმდა ხალხი. ძილქვიძლად იგო ქალაქი ჩვენი, საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი, ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი. მშობელო დედავ, ისევ გაკიდეს, ისევ წამების ჯვარი აქ კიდეს, არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს. თოვდა და თბილისებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. დაცხრა კოჯორი და ტაბახნელა, მხოლოდ ღათოვლი წვიოდა ნელა. ეფინებოდა გმირების გვამებს, განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს და უძრავიყო თებერვლის ღამე. თოვდა და თბილისებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები, სად სამას გმირთა დაიფშუნა ძვლები, სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი, მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი. სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი, თოვლს დაეფარა გრწანისის ველი, წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯი ნელით, შემოდიოდა სიკვდილი ცელით. დღევანდელ ახალგაზრდობისთვის ეს წარმოუდგენელია, რა მნიშვნელობა ქონდა ასეთ ფაქტს, რა გამოხმაურება შეიძლება ქონოდა, იმიტომ რომ მაშინ იყო ყველაფერი ძალიან მკაცრი ცენზურის ქვეშ, ამიტომ ნებისმიერი თუნდაც მინიშნება, თუნდაც ქვეტექსტი, რაც ამხელდა საბჭოთა ოკუპაციას, რაც ამხელდა იმდროინდელი რეჟიმის არს, არა, ეს იყო ძალიან ისე ცოცხლად მიღებული, ძალიან აქტიურად იღებდა ხოლმე მაშინდელი საზოგადოების რაღაც გარკვეული ნაწილი ყოველ შემთხვევაში. და ძალიან სწრაფად გახმაურდებოდა ხოლმე ესეთი ფაქტი და მე ახლა გუშინდელ დღესავით მახსოვს, როდესაც დაიბეჭდა ეს ლექსი, მე უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი და იქ უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსის წინ იყო ძალიან კარგი წიგნის მაღაზია და იქ მოხდა ისე რომ რამოდენიმე წიგნის გაყიდვა მოასწრეს. რამოდენიმე წიგნის გაყიდვა მოასწრეს და ესეც ჩვენმა თანაკურსელმა იყიდა რაღაცა და უცბად აღმოვაჩინეთ რომ აქ არის ისეთი ლექსი რაც წარმოუდგენელი იყო. როგორ გამოეპარა საბჭოთა ცენზურას ლექსი და როგორ მოხდა ის საქართველოს გასაბჭოების 70 წლის თავისადმი მისხნილ საიუბილეო კრებულში. კოლაუ ნადირაძის შემოქმედების მკვლევარი ნინი ჩხიკვაძე ახლა იმ პერიოდს იხსენებს. მოხდა ასეთი რამ, როცა მივიდნენ მხატვრები და ლიტერატურის მუზეუმიდან უნდა ამოეღოთ პოეტების ხელნაწერები, იქ ამბობენ რომ თითქოს ეს გაიპარა, მაგრამ ბატონი კარლო ფაჩულია, ცნობილი ჩვენი მხატვარი, რომელიც სწორედ იმ დროს მუშაობდა მერის რედაქციაში, ამბობს, რომ ეს ლექსი არავის არ წაუკითხავს. წაიკითხეს სათაური 1921 წლის 25 თებერვალი და ჩათვალეს, რომ ეს იქნებოდა თითი რამბები, შესხმული იქნებოდა ოდა საბჭოთა საქართველოსთვის და ბოლომდე არ ჩაიკითხეს. ამას მოყვა ის, რომ მთლიანად მთელი აი ეს ჯგუფი, რომელმაც იმუშავა წიგნის მომზადებაზე, მთლიანად მოხსნეს. კოლაუ ნადირაძემ ეს ლექსი 1963 წელს ქაშვეთიდან წამოსულმა დაწერა. როგორც ავტორი ამბობს, როგორც ჩანს ლექსებს, როგორც ადამიანებს, თავისი ბედისწერა აქვთო. რომ მოვედიო შინო, ისეთი დარდი შემომაწვა გულზე, აღარ ვიცოდი რა მექნაო, დავწერე ეს ლექსიო და ჩუმა თუ ოჯახის არც ერთი წევრისთვის არ მიდგომს, შევინახეო და მე როცა შალვა დემეტრაძე შევხვდიო, ლიტერატორი გახდათ შალვა დემეტრაძე, მას გადავეცი და უთხარიო, ჩემო შალვა, შენ ახალგაზრდა ხარ, იქნება იმას მოესწრო, საბჭოთა კავშირი ეს წყობა დაემხოს საქართველოში.
კომუნისტები გადაშენდნენ და მოვიდეს დრო რომ ეს ლექსი დაიბეჭდოს. არგი რაღაცა უცნაურად კი მოხდა, ყოლა უწუხდა თითქოს შინაგანად, რატო წუხდა, არ ვიცი, თითქოს ბოდიში ხდი და მე ცოცხალი დავრჩი, შალვა გარდაიცვალა. მისი არქივი მთლიანად წაიღო ლიტერატურის მუზეუმმა. აი ესე აღმოჩნდათ ჩემი ლექსი ლიტერატურის მუზეუმში და ესე დაიბეჭდაო. ძალიან მკაფიოდ მახსოვს, ეს პირველი ლექსი იყო ამ კრებულის, პოეტური კრებულის და იქ იყო აი ეს ლექსი მიძღვნილი 25 თებერვლისამდე. და მოგეხსენებათ, მაშინ 25 თებერვალი იყო დღესასწაულის დღე და 26 თებერვალს 26 მაისს საერთოდ არ ახსენებდა. ესე იგი 26 მაისი როგორ თარიღი იყო ტაბუირებული საერთოდ. ამის შესახებ არც კი იცოდა ხალხმა, აბსოლუტურად უმრავლესობა მოსახლეობისა არც კი არაფერი არ იცოდა და რა თქმა უნდა ეს ლექსი იყო რაღაცნაირად ყოველთვის ძალიან დიდი ნუგეში, სიხარულით და ძალიან ბევრი მითქმა მოთქმისა და საუბრის თემად იქცა. შემდეგ კითხულობდით რა დაემართათ სამიც რედაქტორებს, გამომცემლებს, იყო ლაპარაკი იმის შესახებ თუ რა სახის უსიამოვნებები შეემთხვათ მათ და თავისთავად აი ეს ლექსი რაღაცას მოასწავებდა უკვე თითქოს მოსწავება იყო რომ რამოდენიმე წელიწადში უკვე დადგებოდა ის პერიოდი, როდესაც ამგვარ თემებზე პირდაპირ და აშკარად იტყოდნენ ხოლმე. ლექსის გამოქვეყნებას კრებულის შემდგენლების გათავისუფლებასთან ერთად მწერალთა კავშირში გამართული საგანგებო სხდომა მოჰყვა. კრება 1985 წლის 3 სექტემბერს გაიმართა. კოლაუ ნადირაძე მას არ დასწრებია. კოლაუს ვაჟი იხსენებს ასეთ რამეს, რომ წინა დღესო მე და მამა ვიყავით მწერალთა კავშირშიო და გამოვიდა შოთა ნიშნიაძე, მოვიდა ჩვენთან და გვითხრა ბატონო კოლაუ თქვენ ლექსთან დაკავშირებით ხვალ საგანგებო კრება უნდა მოვიწიოთ და თქვენ უნდა მობრძანდეთ. მე სადღაც წავიდაო, დავინახე ხოზე ადეიშვილთან მივიდაო, რაღაცა ჩაჩურჩულა და მოეფარა თვალსო და ხოზე ადეიშვილმა მოვიდა ჩვენთან, ხოზე ადეიშვილი მოვიდა ჩვენთან და გვითხრაო, რომ ბატონო კოლაუ თქვენ ამ კრებას ნუ დაესწრებით. კოლაუ არ დაესწრო, სხვათა შორის კოლაუ მითხრა, რომ ჯანსუღმაც მირჩიაო, თქვენ ნუ დაესწრებით ბატონო კოლაუ და ეხა წარმომიდგენიო მე იქ რას მისავდნენო. მაგრამ ხო ჩავეციო ლახვარი კომუნისტებს ცხოვრების ბოლოსო. მიუხედავად იმისა, რომ მე როგორც მახსოვს, ტირაჟის დიდი ნაწილი შემდეგ დააპატიმრეს, არსებობდა ესეთი ტერმინი საბჭოთა პერიოდში, აპატიმრებდა არა მარტო ადამიანებს, არამედ წიგნებს, გამოცემებს, ჟურნალებს, ესეთი იტყოდნენ, რომ აი თქო ჟურნალი დააპატიმრეს, ან წიგნი დააპატიმრეს და ანუ ეს წიგნი იქნა ამოღებული გაყიდვიდან, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც გავიდა და შემდეგ ხდებოდა ამის მანქანაზე გადაბეჭდა, ხელისაბეჭ მანქანებზე გადაბეჭდა, მაშინ კომპიუტერები არ იყო, ან და ხელით გადაწერა. ანუ ეს ლექსი უფრო მეტად სწრაფად გავცელდა, ვიდრე შეიძლება გავრცელებული იყო ხა წიგნად ბროშურის სახით რომ გამოსცემული იყო დიდი ტირაჟით, თქვა დღევანდელ დღეს რომ გამოიცეს ეს 100,000-იანი ტირაჟი, შეიძლება ესეთი გამოხმაურება და ესეთი გავრცელება ამან არ პოვოს როგორც მაშინ. ეს ჩანაწერი პოეტის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გაკეთდა. მისი ცხოვრების მთავარი მიზანი აქ კარგად ჩანს. რაც ნაწილობრივ მქონდა დამყარგეთ წაღვარცხეს ეს ჩვენიდან ახალგაზრდა ჩვენი იბრძოდა იმისათვის დამაკვირვა დღესაც ижოს იმისათვის რომ შეინარჩუნონ ის ფორმა რომელსაც ქვია დამოუკიდებელი ქვეყანა თავისუფლად მოაზროვნე ქვეყანა. ყოველთვის ჩრდილში ყოფნა უყვარდა. არც ცისფერყანწელთა დროს გამოირჩეოდა რადიკალური გამოსვლებით, მაგრამ იმას რაც შექმნა, დრომ ქვეყნის ისტორიაში თავისი გამორჩეული ადგილი მიაკუთვნა.